მოგესალმებით, მე ვარ კაზანადია, ეს არის K-Factive Black Box video. დღეს ამ ვიდეოში მინდა გასწავლოთ უბრალოდ ვისაუბრებ ამ ვიდეოში ვიდეო ეფექტებისა და პანორამულ ვიდეო ეფექტებისა და პანორამულ ასე ვთქვათ time slider-ებზე. და უკვე მე სამე ვიდეო გავუსწრებ ვისაუბრებთ აუდიო ფაილების რედაქტირებას და შემდეგ დავიწყებთ უკვე ვიდეოების კეთებას. ეს პრაქტიკული ვიდეოები არის, რადგან პრობლემებზეც ვისაუბრებთ, შესწავლამზეც ვისაუბრებთ და ყველაფერზე ვისაუბრებთ, რაც ხშირად დამწყებითებს ემართებათ ხოლმე. ავტვირთოთ ვიდეოს კონტროლისა და აუს მეშვეობით, ავიღოთ ნებისმიერი ვიდეო, ამ შემთხვევაში მე ავიღებ მაგალითად ამას 103 ვიდეოს კონკრეტული ვიდეოს დავუკლებ ესე 7 წამით, 8 წამით გავუკეთოთ ესეთი შესავალი, გადმოვწიოთ რომ ვიდეო დაიწყოს ესე ანუ თითქოს სიბნელიდან გამოვიდაო რა, ეგრეთი მოდი ესეთი ეფექტია. ანუ ძალიან ადვილი გასაკეთებელია, მივიტანთ ვიდეოს აი თავში და გავაკეთებთ ესე, გადმოვწევთ მარჯვნივ. დიახ. და გავაკეთეთ ესეთი ეფექტი. არა. დიახ, აი ეს. დავიწყოთ პანორამული time slider-ის შესწავლა. მოვაწვევით პანორამა, ბრესკა ფრაგმენტა. ანუ პანორამა და ფაილის მოჭრა, ანუ ფრაგმენტის მოჭრა. მაგრამ ფრაგმენტის მოჭრა მე არ მინდა. მე მინდა ვისაუბრო time slider-ზე. ეს არის პანორამული time slider-ი. დღეს ვისაუბრებთ ვიდეოსა და ვიდეო სპეციფიკებზე და პანორამაზე, ამიტომ მე დამჭირდება after movie, შედეგ ანუ after ვიდეო ეფექტებისა და უკვე დაფიქსირებული მოქმედებების მაკონტროლებელი მონიტორი და დამჭირდება ჩვენი პანორამული time slider-ი და რა თქმა უნდა მისი მონიტორი. გვაქვს ორი მონიტორი და ამაზე ვიმუშაობთ დღეს. ჩვენი მარკერი, ანუ ეს არის მარკერი არის 0-ზე. რას ვაკეთებთ? გორგოლაძის მეშვეობით გარეთა ან შიგნითა სფეროში მივიტანთ და გავაკეთეთ ესეთ ზომს, რომ კარგად დავინახოთ ჩვენი მონიტორი. რას ვაკეთებთ? ანუ ვაწევით აქ place და გავაკეთოთ ისე, რომ დავინახოთ ჩვენი პირველი ფრაგმენტი. ეს არის Conor Kenway და ესეთი ეს კადრი რა მოკლედ. და პანორამულ time slider-ზე გადავიტანოთ იგივე კადრი გავაკეთოთ, რაც აქ. აი მაგალითად აი ესე. გადავიდეთ ეხა ეს იყო 0, შემდეგ უკვე გადავედით წინ, შევცვალეთ ფრაგმენტი, ვართ აქ. რას ვაკეთებთ? ვაკეთებთ ესეთ პანორამულ time slider-ზე ვაკეთებთ ესეთ მოქმედებას. ვაკეთებთ ესეთ zoom-ს. ჩამოგვაქვს წარწერაზე. შემდეგ გადავდივართ კიდევ წინ, მარკერს წევთ. გადავდივართ წინ და ვაკეთებთ no zooms, ანუ ვაბრუნებთ ჩვენ zoom-ის მარკერს უკან. და გამომდის ესეთი ეფექტი. Dual pistol. ჩვენ არ dual pistol-ზე რას ვაკეთებთ? ვაკეთებთ ისევ zooms, ამდენი zoom-ი არ არის საჭირო, იმიტომ რომ კარგად გარკვევით ჩანს ყველა ვიდეოზე ყველა დატანილი ობიექტი, მაგრამ მე იმიტომ ვაკეთებ ამას, რომ თქვენ კარგად დაინახოთ და ანალიზი გავუკეთოთ ყველაფერს, რასაც მე აქ ვაკეთებ. ამას მე იმიტომ ვაკეთებ, ანუ ბევრ zoom-ს იმიტომ ვაკეთებ, რომ კარგად დაინახოთ time slider-ისა და პანორამას ურთიერთკავშირი ერთმანეთთან. ანუ bow and arrows-ზე არ მინდა, ვაკეთებ Hain and Blade-ზე. ჯერ აქ. ამას გადავწევ ცოტა უკან. ესე. შემდეგ გადავიტან
აქ გადავიტან წინ ამაზე არა კიდევ ერთხელ ერთი კლიკით გადავიტანოთ ეს მარკერი უფრო წინ და გამოდის ესეთი ეფექტი ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენ გაიგეთ პანორამული time slider-ი და თვითონ პანორამასა და time slider-ის მოქმედება ერთმანეთში. კიდევ ერთხელ გეტყვით, გავხსენე ეს ყველაფერი პანორამა იაბრიესკა ფრაგმენტა, ანუ ფრაგმენტის მოჭრით, ანუ აი ამ ღილაკის მეშვეობით, ანუ აი ამ shortcut-ის მეშვეობით. გადავიდეთ უკვე spec effect-ების time slider-ზე ვისაუბროთ. გადავიდეთ ანუ ხო, გადავიდეთ ვიდეო ეფექტებში, ავიღოთ TV სიმულატორი, ყველაზე ასე ვთქვათ, ეფექტური ვიდეო ეფექტი გადავიტანოთ ვიდეოზე. დავუწერ animate, ანუ time slider-ის spec effect-ების, გავიტანოთ ჩვენი მარკერი არის 0-ზე, გადავიტანოთ ანალოგიურად როგორც პანორამაზე გავაკეთეთ, გადავიტანოთ ნებისმიერ ფრაგმენტს, მაგალითად აქ, მოუმატოთ ამ სიხშირეს, გადავიტანოთ წინ, დავაკლოთ ეს, გადავიდეთ წინ static-ს მოუმატოთ წავიდეთ ცოტა წინ, static ჩავაქროთ, ანუ მერე წავიდეთ უფრო წინ, მოუმატოთ აი ამას, მოუმატოთ ამას, ნუ ამასაც, ანუ ამ ეფექტის ყველა ნაწილის ურთიერთკავშირს ვაკეთებ ახლა მე, ანუ მე მინდა რომ ასე ვთქვათ დავამეგობრო ამ ვიდეო ეფექტების ყველა ნაწილი ეს არის static ყველა რა ამას წაკითხვა მე ხა მეზარება დიახ და ცოტა ფრაგმენტს გადავწევ წინ და ამასაც დავიტან ესე 9080-ზე ავიტან ყველა მაჩვენებელს გავასწორებ მაგრამ აი ამ მარკერს უკვე გავიტან ბოლოსკენ ამას ყველაფერს დავიყვან 0-ზე აქაც ყველაფერი უნდა იყოს 0-ზე. მოდი დავაკვირდეთ ახლა ჩვენი სპეციფიკებს თუ როგორ გავაკვირდეთ, როგორი გამოვიდა. იმედი ამ ვიდეო გაყიდვაში გაიგეთ როგორ ხდება პანორამული და spec effect-ების time slider-ები და როგორ არის და როგორ დავაკავშიროთ ეს ორი რამ ერთმანეთთან. ანუ ამ ორ რამეში შედის კიდევ ერთხელ აღნიშნავ time slider-ი არ აქვს მნიშვნელობა ის იქნება პანორამული თუ spec effect-ური და რა თქმა უნდა ფანჯარა სადაც მუშაობთ ამ შემთხვევაში პანორამული ფანჯარა და ვიდეო ეფექტის ფანჯარა. ამით ჩვენი ვიდეო გაყვეთილი დასრულდა. მადლობა ყურადღებისთვის. შემდეგ ვიდეო გაყვეთილში ვისაუბროთ აუდიო ეფექტებზე. ნახვამდის, მადლობა ყურადღებისთვის.